მზადდება ყველაზე მნიშვნელოვანი ცილები. კვება, ბრინჯი, საქონლის ხორცი, ანანასი და წყალი. ესე იგი, ჩატვირთვის პირველი დღეა. ეს უკვე მესამე კვებაა დღეს. გამომზადე რაცეები უკვე ხვალისთვისაც და ჩემპიონატისთვისაც. წინასწარ თადარიგს ვიჭერ. დღეს ვარჯი გვიწევს. ალბათ მეოთხე კვების მერე გავალ. სუბუქი უბრალოდ ფამბისებური. ხვალთ ვაგრძელებ ჩატვირთვას, პლუს აწონებია და გაგრიმოა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გადავიღებ და გაჩვენებთ. დღეს მაქსიმალურად ვცდილობთ რომ კუნთები შევავსოთ, დავიწყოთ დატენვა, რომ ზეგ გქონდეს ის ეფექტი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება. ასე რომ ეხლა ამ კვებას მივიდეთ მე, რომელიც არის საქონლის ხორცი, ბრინჯი და ბანანი და შემდეგ უკვე გავაგრძელებ ჩემს რეჟიმს და ხვალინდელ დღეს დაველოდები. ჩვენი ძმა მიხათი ჩვენი იდეალურ საკვები. გამოვედი, როგორც გითხარით, უფასო ვარჯი გვეკუთვნის ოლიმპიის მონაწილეებს. შესაბამისად, ერთ-ერთ დარბაზში მივდივარ, რომელიც არც ისე შორს არის, ავტობუსით მივალ. უბრალოდ დღეს გვექნება მხოლოდ ფამბზე ვარჯიში 30 წუთი ალბათ დაახლოებით. ორ ვარჯიშს გავაკეთებ თითო კუნძზე. მინიმალური შესვენებით და მაღალი გამეორებით, რომ ფამბზე ვიყოთ აქცენტირებულები. მეტი აფერი არ გვჭირდება საერთოდ. ასე რომ გავალ, იმედია კარგი დარბაზი იქნება წესით და შეიძლება შეხვდეს ჩვენი კონკურენტებიც, ვინიც. ასე რომ დარბაზზე დაგიბრუნდებით. შემოვედით, კარგი გამოიყურება დარბაზი და ეხლა ჩავატარებ მთლიანი სხეულის ვარჯიშს. უბრალოდ ფამბი, განსაკუთრებული არაფერი. ზურგით დავიწყებ. ორ ვარჯიშს გავაკეთებ მარტო, მეტი არ მინდა. მაქსიმალურად აქცენტირებული კუნძზე და არა წონას. და 40 წამს შესვენება, მეტი არა. კიდევ ერთი ზურგის ვარჯიში და შემდეგ გადავალ მკერდზე. იქაც ორს გავაკეთებ. კარგი ფამბი შედის ამ ჩატვირთულზე. ფამბის დონე ძალიან მაგარია. ტრენაჟერს ვასრულებ. ცოტა რთული აქვს იპოვო ტრენაჟერები, რაც აბდაობდა და აიც შევძელი რაღაცის პოვნა. აი, მაგალითად დავუკლებ, რომ ძალიან არ დავსტრესებ კუნთები და მაინც ფამბი ავიღო. ტიბექსის ტრენაჟერი გაიჩნდა. მაგა ტრენაჟერები ქონს. და მკერდს ვაკეთებ ბოლოს. Dentebe vou tentar. ხელებზე ერთ-ერთ ვარჯიშს გავაკეთებ.
შემდეგ შევიზნო უფრო დააკლია, იმას დავამატებ. ვაშერს ტრენაჟერები და მჭიდები აქვს. დასასრულო კვირა. და ბოლო ერთი დელტა და მორჩა. აი ხო ვიცი რა ჩავიტანები და ჩემპიონატზე ხაი ხო დიქნები. აუ ჩატენილი გადატენილი ვარ. დავამთავრეთ ვარჯიში. რაღაც ვიდეოები გადავიღე, მაგრამ განათება არ დარიღო და დიდად არ მომეწონა. ასე რომ სახში მივალ, გზაში ვჭამე. მეტრო თუ მატარებელში. და სახში რომ მივალ, მე კიდე შევჭამ, რა თქმა უნდა. ესე იგი, ჩატვირთვის მეორე დღეა. ვაგრძელებთ. თავს ძალიან კარგად ვცნობ. გუშინდანვე ჩატვირთვამ კარგად ჩაიარა. დღეს ფორმა ბევრად კარგია. ყველაფერი იდეალურია. სიმშრალე, საერთოდ ყველაფერი. ერთ-ერთი მეტი ჩატენილობა მინდა, რასაც პირველ დღეს ვერ ვიღებ ხოლმე ვერასდროს. ასე რომ დღეს ყველაზე პიკი იქნება. და ხვალ ხო საერთოდ დღეს რეგისტრაცია გვიწევს. ხვალ შეჯიბრი. პირველისკენ უნდა გავიდე. ეხლა ეს პირველი კვება დილის 9:30-ია. და სამ კვებას წესით მოვასწრებ. დანარჩენ კვებებს წავიღებ, რადგან ჯერ არის თავარი საჯის სემინარი პოზირებაზე და მაგას მოვისმენ. შემდეგ 3:15 აკლია ჩემი გაგრიმო არის და 3-დან უკვე იწყება აწონვები და რეგისტრაცია. და 5-მდე უწევთ გაგზავნა, მაგრამ შეიძლება გაიწელოს. ასე რომ თავს დავიზღვევთ, წავიღეთ კვებას. განწყობა არის იდეალური მართლა, ძალიან კარგად ვცნობ თავს, მოტივირებული და მაქსიმალური ჩამდები, მოკლედ ასე ვიტყვი. ახლა ამ კვებას შევჭამ. ნელა გავემზადები, სხეულს მოვაწესრიგებ, რაც გასაკეთებელია გავაკეთებ და შემდეგი კვებებიც უკვე უნდა გავამზადო, რათა ყველაფერი იყოს თავის ადგილზე, ისე როგორც საჭიროა და შემდეგ უპრობლემოდ გავიდეთ რეგისტრაციაზე. გამოვედი გარეთ, ძალიან კაი კვება გამომივიდა და მინდა ცოტა გადამუშავებას ხელი შეუწყო. ასე როგორც სტანდარტულად ვაკეთებ ხოლმე. 15 წუთი ავისეინებ, ჩამოვისეინებ. მოვიხედები. ისეთი არაფერი სანახავი არ არის, მაგრამ კარგი სიგრილე მაინც არის და სხეულს ესიამოვნება. აქ არის თეთრი კარტოფილი, აქ არის წითელი კარტოფილი.
პლუს ბრინჯი უნდა მოვხარშო და 3 კომბინაცია უნდა გავაკეთოთ. ამას მე რა გიხსენით თუ რატო ვაკეთებ. მოკლედ 10 წუთიანი სერიოზული პოზირება გქონდა და სასწაულად მომშვიდა და გვაქვს იდეალური კვება. ანანასი, იცვლება მხოლოდ 2 ხილს ხმარობ და იცით თქვენ რატომ ვცხოვრობ ამ ხილებს. ეხლა გვაქვს ანანასი, რასთან ერთად? ბრინჯი, ჟასმინი ოღონდ. პროკარად გადამუშავდება და ითვისება ჟასმინი ვიდრე ბასმათი. ბასმათი გუშინ გქონდა საქონლის ხორცთან ერთად, რადგან გადამუშავებისთვის ასე ვთქვათ 2 დღით ადრე პრობლემა არაფერი არ იყო და დღეს შედარებით მარტივ გადასამუშავებელი პროდუქტები გვაქვს. ესაა საქონლის ხორცი დღეს მოიხსნა და ცოტა უფრო მარტივი ცილები გვექნება. ნახშირწყალსაც შეეხება ჟასმინი პლუს ჩოლობური კარტოფილი პლუს წითელი კარტოფილი. ეს კომბინაციები ძალიან მაგარ შედეგს მოგცემს. უკვე დაიწყო სხეულმა გაბერვა, ვატყობ და აწონვებზე წონაც მეტი მექნება და წესით ბევრად დიდი ვიქნები. ეხლა ძალიან მშია, ამას შევჭამ. ცოტა ხანში გავემზადებით, საკვებები გავამზადე და გავალთ აწონვებზე. აბა, წავედით აწონვებზე. მოვედით, აგერ ბიჭები შეხვდნენ, გავიცანი. ესენი ჩემი კატეგორია არ არიან, მაგრამ მაინც კარგი იყო გამოლაპარაკება. ესეც ჩვენი სცენა. მოგესალმებით მისტერ ოლიმპიას. Okay. So switching is problem, right? Switching, okay. რეგისტრაციაზე ვართ. ხაჭა მიწას მე ჯერ შევჭამ და მე მიუბრუნდები რეგისტრაციას. ჩვენ ზოგავიცანით, მე გაგაცნობთ ძალიან კაი ტიპია. ეხლა უნდა მივაწოდოთ და გამოვართოთ. ველოდებით. მე რიგში ვარ ძალიან დიდი ხანია. მოგას მოვედით სახში, ყველაფერი იდეალურად არის. გავიარეთ რეგისტრაცია, ნომერი მოგცეს. პეიჯი, გრიმიც გვაქვს, ერთი პირი, მეორე პირი ხვალ იქნება. 11 საათზე ვარ ჩაწერილი გრიმზე. ასე რომ დაახლოებით 10 ნახევარზე გავალ ალბათ რომ ზუსტ გრიმზე მივიდე, რადგან ჩემპიონატი გვიან იწყება. თელი დღის საკვები მექნება წასაღები, რადგან საღამომდე გაიწერა დილათობით ეს ყველაფერი. სხვა მხრივ არაფერი, ყველანაირად კარგად გვაქვს საქმე. ვცდილობ რომ მეტად დავტანო სხეული, ითხოვს სითანაც, იმიტომ რომ 2 საათში უკვე ძალიან მშია და ხვდები რომ იწოვს ამ ყველაფერს. თავი არის რომ ეს გააჩეროს და მაქსიმალური შედეგი გქონდეს ხვალ. დანარჩენეთი შემიძლია ვთქვა რომ არანაირი ნერვიულობა, პირიქით ძალიან კარგად წყობაზე ვარ, ძალიან შემართებით და ერთი სული მაქვს რომ საკუთარ თავი წარმოვაჩინო. რადგან 7 თვე ამას ვაკეთებდი და ამისთვის ვემზადებოდი და ეს არის უკვე საბოლოო გავლილი გზა, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ამის იქით აღარაფერია. უბრალოდ საკუთარი თავი უნდა ვაჩვენოთ. ასე რომ ახლა დაგემშვიდობებით, გავამზადები ხვალისთვის და ამ ვიდეოს თქვენ ძალიან მალე ნახავთ, ალბათ 1 საათში დასრულებიდან, რადგან მინდა რომ იყოთ საქმის კურსში და ისე ამოვნოთ ჩემთან ერთად ამ გავლილი გზით.